წარმოიდგინე, რომ კოსმოსში მიფრინავ, რამდენიმე თვეში კი დედამიწიდან გირეკავენ და გეუბნებიან, რომ შენი ქვეყანა რუკიდან გაქრა, ხოლო შენი უკან დასაბრუნებელი ფული სახელმწიფოს უბრალოდ აღარ აქვს. ეს ჰოლივუდის სამეცნიერო ფანტასტიკა არ არის, ეს კოსმონავტ სერგეი კრიკალევის რეალური ცხოვრებაა, რომელსაც კაცობრიობის ისტორიამ საბჭოთა კავშირის უკანასკნელი მოქალაქე შეარქვა. ყველაფერი 1991 წლის მაისში დაიწყო, როდესაც საბჭოთა ინჟინერი და კოსმონავტი სერგეი კრიკალევი კოსმოსურ სადგურ მირზე 5-თვიანი მისიით გაფრინდა. მას მხოლოდ რამდენიმე სამეცნიერო ექსპერიმენტის ჩატარება ევალებოდა და გეგმის მიხედვით სახლში ოქტომბერში უნდა დაბრუნებულიყო. თუმცა სანამ ის დედამიწას ზემოდან კოსმოსიდან დაჰყურებდა, ქვემოთ მსოფლიო რუკაზე უდიდესი გეოპოლიტიკური მიწისძვრა ხდებოდა. 1991 წლის დეკემბერში საბჭოთა კავშირი ოფიციალურად დაიშალა და 15 დამოუკიდებელ სახელმწიფოდ დაიყო. იმ ქვეყანამ, რომელმაც კრიკალევი კოსმოსში გააფრინა, არსებობა შეწყვიტა. ამ ყველაფერს თან დაერთო წარმოუდგენელი პოლიტიკური ქაოსი და ჰიპერინფლაცია. ახლად შექმნილ რუსეთის ფედერაციას ეკონომიკური კოლაფსის გამო კოსმოსური პროგრამის ბიუჯეტი აღარ გააჩნდა. სერგეის დაუკავშირდნენ და პირდაპირ უთხრეს: ბოდიშს გიხდით, მაგრამ შენი უკან დაბრუნების სახსრები არ გვაქვს, კოსმოსში უნდა დარჩე, მანამ სანამ ქვეყანა ფულს არ იშოვისო. კრიკალევს შეეძლო გამოიყენებინა სპეციალური საევაკუაციო კაფსულა, მაგრამ მისი წამოსვლა კოსმოსური სადგურის განადგურებას ნიშნავდა, რადგან იქ მისი შემცვლელი არავინ იყო. მან დარჩენა და სადგურის გადარჩენა ამჯობინა. ნაცვლად დაგეგმილი 5 თვისა კრიკალევმა კოსმოსურ იზოლაციაში 311 დღე, ანუ თითქმის 1 მთლიანი წელი გაატარა. ეს მისთვის იყო ფსიქოლოგიური და ფიზიკური ტანჯვა. კოსმოსურ სადგურზე საკვებისა და რესურსების მარაგი იწურებოდა. ხანგრძლივი უწონადობა კი მის კუნთებსა და ძვლებს ყოველდღიურად აზიანებდა, თუმცა ის მაინც არ ნებდებოდა. სერგეი კრიკალევი გახდა ერთადერთი ადამიანი სამყაროში, რომელმაც საკუთარი სამშობლოს დაშლა კოსმოსიდან იძულებითი ემიგრაციის გამო გამოტოვა. საბოლოოდ 1992 წლის მარტში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ფინანსური დახმარებით მისი დედამიწაზე დაბრუნება მოხერხდა. როდესაც კაფსულა ყაზახეთის სტეპებში დაეშვა, იქ მყოფი ადამიანები შოკში ჩავარდნენ. ხომალდიდან ამოიყვანეს ფერმკრთალი და უკიდურესად დასუსტებული კაცი, რომელსაც სკაფანდრზე კვლავ წითელი დროშა და სიმბოლო SSR-ი ეწერა. 4 კაცს მისი ხელით ტარება დასჭირდა, რადგან ფეხზე დგომას ვეღარ ახერხებდა. კრიკალევი სრულიად უცხო რეალობაში დაბრუნდა. მისი მშობლიური ქალაქი ლენინგრადი უკვე სანქტ-პეტერბურგი გამხდარიყო, ხოლო მისი კოსმონავტის ხელფასი, რომელიც ადრე დიდ ფულად მიიჩნეოდა, ინფლაციის გამო ერთი შეკვრა ასანთის ყიდვასაც კი ძლივს ყოფნიდა. სერგეი კრიკალევმა დედამიწას საბჭოთა კავშირის მოქალაქედ დატოვა, უკან კი რუსეთის მოქალაქედ დაბრუნდა, ისე რომ ფეხი არსად გადაუდგამს. აი რას ნიშნავს, როდესაც დროში იკარგები. შენ რას გააკეთებდი სერგეი კრიკალევის ადგილას? კოსმოსურ სადგურს გადაარჩენდი თუ საკუთარ თავზე იფიქრებდი? ან იქნებ საერთოდ არ გაფრინდებოდი, წინასწარ რომ გწოდნო და სამშობლოში დაბრუნების ნაცვლად შენი ზემდგომები კოსმოსურ ხომალდში გამოკეტავდნენ სრულიად მარტოს და შენს გადასარჩენად თითსაც არ გაანძრევდნენ.